გამარჯობათ მეგობრებო. ვინაიდან რადგანაც მიჭირს ვიდეოების ატვირთვა, მე უკვე მესამე ვამბობ ალბათ მეც. ამიტომ მოგესალმებით ყველას, ვეღარ ხვდები უკვე ვიდეოების აიტვირთება დილით თუ საღამოს თუ როდის. მოგესალმებით და როცა ნახავთ მივხვდით რომ რამოდენიმე საათის წინ ჩაწერილი იქნება ვიდეო. ეხლა ცოტა არ იყოს დავიღალესავით, მაგრამ არც უნდა ხო, კაი, ერთი წუთით დამალაპარაკე. არც უნდა ვთქვა დაღლა მე, იმიტომ რომ იშვიათად რომ ამოხვალ დედასთან და კაი, იქით წადი და ერთი წუთით დავილაპარაკებ, ბებო. კაი, გთხოვ? ხო, კაი, მე ოღონდ დავილაპარაკო. ხო და არც უნდა ვთქვა და საერთოდ კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვამბობ, რომ 6 ბანკა კამბოდი გავაკეთე ატმის, გაჩვენოთ. ვიცი სიტყვაზეც მენდობით, მაგრამ წამოუღე, გავუკეთე ახლა. შეფუთული მაქვს, მაგრამ როგორმე გაჩვენებთ. ცხელია ჯერ ისე შიგნით. აი ბანკის ხმაც გესმით. კილების ხმა. ისე მაქვს შეფუთული, რომ მე მგონი ვერც გაჩვენეთ კარგად. აი ფერიც უცლია, უკვე ფერი შევარდისფერებულა და 6 ბანკა ქილა ასეთი. მე ბანკას ვარ მიჩვეული, მეგობრებო და კი მიხვდებით თქვენ რას ვამბობ. ანუ ქილა. შევფუთო ისევ რომ არ გაფუჭდეს. მე სახლი დავალაგე ისე. დედაჩემს მეწყრიალებული აქვს ყველაფერი და დალაგებული აქვს. უბრალოდ მოუწმინდე ატაკები და ნახეთ, აი მოიცა. აი არ ჩერდება. სველი ატაკები მიხვდებით. არ ჩერდება და რაღაცები მინდა რომ გავაკეთო, რასაც ხო, კაი. რასაც მოვახერხებ მეგობრებო და რასაც კაი. ხო. შევწუდები და რასაც გავაკეთებ და რასაც შევძლებ, კეთით ჩემი ამბავით. აქ ჩემი საძინებელია თხოვებო. აი, ნათანიკო გეუბნებათ. აქო ჩემი საძინებელია მეგობრებო. კაი, ბებო, მაგ ავყარეთ, საწოლები ავყარეთ, გავანიავეთ და იქ აღარ ვიღებ ვიდეოებს. ეს ერთი ოთახი სასტუმრო ოთახი არის და ავყარეთ ყველაფერი და იყოს მერე გაჩვენებთ. ეხლა რა მინდა გაჩვენოთ მეგობრებო? მე მგონი არ მაქვს ეს ადრინდელ ვიდეოებში. აი ეს არის ჩემი გაკეთებული ფოტო, როგორ გითხრათ, დედის დღეზე ვაჩუქე და რატომ ვაჩუქე ასე. ჩავსვი აქ ასეთ ჩარჩოში, იმიტომ რომ აქ ჩვენ ამ პერიოდში აღარც მამა ჩემია და აღარც ჩემი და. მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემს ოჯახს ნაკლი დაერტყოს. ნახე აქ რა. ერთი წუთით დავილაპარაკებ და მე. და დედაჩემს არ მინდოდა რომ ისე ცალკე ნახავ, თქვათ, ჩემი ფოტო. დედის დღეზე ვაჩუქე როგორც შვილების ფოტო და ეს ვარ მე. რა ვიცი, როგორც გამოვიყურები, ისე ვარ. ეს ჩემი პატარა ძმა, ეს ჩემი ყველაზე უფროსია, ჩემი და რომელიც აღარ ყავს ცოცხალი. ეს არის მამა ჩემი, ერთი წუთით. და ჩემი და აღარ არის უკვე 7 წელია, მაგრამ მე არ მინდა ოჯახს რომ ამ სურათში ოჯახს რომ გამოკლებოდა და ჩავსვი ისეთ ჩარჩოში ჩვენი სრული შემადგენლობა. ეს მამა ჩემია, მამა ჩემიც უკვე რამდენი წელი 2008 წლის მერე აღარ გვყავს. არც ეს გამიკეთებია მამა ჩემის და დედა ჩემის გაყოფილი სურათი ცალკე, იმიტომ რომ მე ასე მინდა რომ აქაც ასე გძნობდნენ თავს და იქაც ისე გძნობდნენ როცა დრო მოვა. ეს ჩემი ყველაზე უფროსი ძმა და ეს ჩემი შოთანა ძმა.
და აი რომ ვამბობ რაღაც სხვანაირი ხასიათები მაქვს და სხვანაირი რაღაცეები მეთქი, ყველანაირად ასე სხვანაირად ფიქრობ და სხვანაირად konkrētāt, es ახლა დიდად განსახილველი სურათი არ იყო, უბრალოდ ჩემი ოჯახი გაჩვენეთ და ჩემი და ძმები, მამა ჩემი და ეს იყო და ეს მაგის შინარსი. ეხლა მეგობრებო, რაღაც საქმეები კიდევ მაქვს. სადილიც არ გვიჭამია. ხო და მე რაღაც ფანჯრებიც მინდა დაუწმინდო, რაღაცები მინდა მაინც გავუკეთო, ეხლა დეტალურად რომ არ ჩამოვთვალო ყველაფერი და მე ველოდებით მეზობელს. გვითხრა რომ მოვალო საღამოსო, ორ მეზობელს ველოდებით, მანამდე მინდა მოვრჩე ყველაფერი რომ მე შევირგოთ და ჩემი მეზობლებიც მოვისიყვარულო. მე ისედაც ხომ არ ვაპირებ აქ დიდხანს დარჩენას და მოვისიყვარულებ იმათაც სანამ წავალ. ძალიან მიყვარს აქაური მეზობლობა, საერთოდ მიყვარს მეზობლობაც და მეგობრობაც და ყველაფერი და ეს ამ მეზობლებსაც ეხლა მე ყოველდღე ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა მონატრებაც არის და ყველაფერი. მოვლიან საღამოს, დავლევ ყავას, გავუმასპინძლდები, მეც წამოვიღე რაღაცეები და კარგი იქნება და მიხარია. ამინდი მეგობრებო არის ამინდი არის დაღრუბლული, სიგრილეა. პეტერეს არეცხიც გავფინეთ. სიგრილეა. აი ამ მეზობელს ველოდები ერთს და ერთი იქითა მეზობელს კიდე. სიგრილია რაც შეიძლება, ხო ეს ქვაბები იმიტომ არის რომ რაღაცები რომ ვაკეთე, მე გავრეცხე, ვერ გავხეხე კარგად, არ მომწონს, კი ბატონო, მართალია, ამაზე მეტად უნდა წკრიალებდეს. მაგრამ თუ მოვაზრებ მე ვიზამ, ბევრი ერთად დამიგროვდა საქმე. ეხლა ხო, ამინძე გითხარით რომ არის ძალიან დაღრუბლული, მაგრამ ძალიან მაგარი სიგრილია. ეხლა როგორ ჭორაობენ. ნახეთ? ნახეთ. ხევჩაკ მანქანა. ხელებზე ყავს მანქანა წურათია ბატონო. გაკობობუნე. ნო, კიდევ გაკობობუნე. ესენი ხუჩას პარმები. ესე ნოე ხუჩასი. ჩვენ თაზე რომ სახლი გააკეთა გაკობობუ. ის სახლია თაზე გააკეთა. ესენი ვინაია? Tamina. Amirani? Ho, ai am sახლში უნდა ვიყოს ერთად. Amirani და იანე. ეს ვინა? ნახეთ როგორ ჭორაობენ და როგორ არიან ერთმანეთთან. ხო და ნათანიკოსო ძალიან უხარი აქვს, იმიტომ რომ უფრო მეტად გაერთო, სივრცე დიდია, დარბის სახლშიც, ეზოშიც და ჩვენთან სახლში კიბინაც დიდია, მაგრამ მაინც ვერ ეტევა ის ეზოში უნდა სირბილი. ძალიან კაი იქნა რომ წამოვიყვანე, ბებიას გულიც მოვიგე, დედაჩემის და ნათანიკოც ჩვენივრად გრძნობს თავს. კარგით მეგობრებო ამ წუთას ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით და მე მოვალ კიდევ რამე უფრო განსხვავებულით. მე და დედაჩემიც დავჯდებით და რამეს გავიხსენებთ ძველ ამბებსაც და მოყვებით რამეს. და შეიძლება ამის ვიდეოც გადავიღო. კარგად ხარ, კარგად. კი. ო, ნუ გეშინია, კარგად ხარ. და კარგად იქნები კიდევ ასე წელი. აი, მეთო. ეფეთ გავწავხდი სახელზე კო. შემეცვალა. საკუთარი თავი აღარ მოწევს რომ უყურებს მის სახეს და ამას ჩივას რომ ანუ წავხდი სახეზე ამას ამბობს რომ მისი სახე აღარ მოწევს. ის ნაოჭები, ის სახე, ის იგი დედაჩემი მშვენიერი
გოგო იყო თავის დროზე. რას ვიზამთ? 88 წლის ასაკში არის დედაჩემი, მაგრამ ღმერთს მადლობა, თავსაც უყურებს და რომ ამოვალთ კიდე იმის იგი აქვს რა ქვია რომ ყველას მოგვესიყვავლოს, ყველას მოგვეფეროს, ყველას თვითონ პატივი გცეს და მართლა სახლს, ეზოს, კარს ყველაფერს უყურებს მშვენივრად და ეხლა ამასაკისთვის რასაც აკეთებს მაგალითად მე მიჭირს იმის გაკეთება, მაგრამ რასაც აკეთებს 88 წლის ასაკში პატარა ხომ აღარ არის. მაგრამ ღმერთს დიდი მადლობა და თქვენს დიდი მადლობა მეგობრებო დედაჩემისთვის რომ თბილი კომენტარები, თბილი სიტყვები მომწერეთ, ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, დროებით მეგობრებო.